ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ვალუტის გადამცველ ჯიხურებსა და ბანკებში დოლარს დღეს 2 ლარი და 48-50-55 თეთრის ფარგლებში იბარებდნენ. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენელი ლევან ოყრეშიძე ლარის გაუფასურებას მეზობელ ქვეყნებში არსებულ დევალვაციას უკავშირებს. საუბარია აზერბაიჯანულ მანატსა და რუსულ რუბლის გაუფასურებაზე. დღევანდელი სიტუაცია არის გამოწვეული ძირითადად ჩვენი საგარეო ეკონომიკური ვაჭრობის კონტრაგენტების რთული მდგომარეობით, პირველ ყოვლისა საუბრობთ რეგიონის ქვეყნებზე, ეს არის რუსეთი და აზერბაიჯანი. ამ ქვეყნებში სავალუტო პროცესებიდან გამომდინარე, ან დევალვაცია მოხდა მათი ვალუტების მკვეთრი, აქეთ გამომდინარე ეს აისახა ჩვენი ვალუტის კურსიც, რაც იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი. სხვა მხრივ ჯერჯერობით განსაკუთრებული საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ანუ ჩვენი მაკროეკონომიკური მონაცემები ჯერჯერობით არის მეტნაკლებად სტაბილური. თუმცა აქაც არის საკმაოდ საფრთხილო სიტუაცია და ამიტომ თქვა მთავრობამ და შესაბამის უწყებებმა უნდა გამოიჩინონ საკმაოდ დიდი სიფრთხილე. ლეიბორისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი სამსონ გუგავა შექმნილ მდგომარეობაში ერთადერთ გამოსავლად ხელისუფლების გადადგომას და გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. ეს არის ქვეყანაში არსებული საბანკო დიქტატურა გამეფებული, შესაბამისად თუ ვინმე ამ სიტუაციიდან მოგებას და უკეთესობას ხერს ნახულობს, ეს მხოლოდ საბანკო სექტორი, გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში გვყავს ჩვენ მილიონერთა და მილიარდერთა კასტა მოსული, ზუსტად ამ ადამიანების ინტერესებშია თავიანთ ბიზნესმა ნახოს მოგებები, ხოლო მათ მოგებებზე გაღადრიბდეს და გაღატაკდეს ხალხი. ეს არის ქვეყანაში კატასტროფა. ლარმა მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, შესაბამისად თითოეულ ადამიანს და ასეთი ადამიანები ალბათ მაცხოვრებელთა 60-70% წარმოადგენს, რომლებსაც დოლარში აქვთ კრედიტები და საუბედურო და სამწუხაროდეს რეალობაა, შესაბამისად თითოეულ ადამიანს თითოეული $100 გაუძვირდათ 100 ლარი. ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარი გიორგი თევდორაძე თვლის, რომ ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს, შიდა პარტიული გარჩევებითა და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული. დღეს ქვეყნის წინაშე არსებობს აბსოლუტურად სხვა გამოწვევები, ქართულ მოსახლეობას აქვს აბსოლუტურად სხვა პრობლემები, ამ დროს მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად და დიამეტრალურად განსხვავებული საკითხებით დაკავებული. მათი ძირითადი საზრუნავი არის შიდა პარტიული გარჩევები თუ პოლიტიკურ ოპონენტებზე ერთგვარი ანგარიშწორება, მათი ძირითადი საზრუნავია მათი პირადი ჯიბე და პირადი ოჯახების კეთილდღეობა და არასაერთო ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველოს ბიუჯეტი. თუ კი ამ ეტაპზეც კი დაიწყებს მმართველი პოლიტიკური ძალა ზრუნვას აი ამ ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლის თავაზე, მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი შედეგი დადგება. ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ქვეყანაში ეკონომიკური გუნდის არარსებობას ასახელებს. იგივე პოზიციას იზიარებს პარტია თავისუფალი დემოკრატების ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიორგი ხაზარაძეც. იგი გამოსავალს არჩევნებში ხედავს. ლარის ასეთი გაუფასურება, ამ პროცენტით გაუფასურება არის არასწორი ეკონომიკის ვრალი და გამოსავალი არის ერთში და ჩვენ საარჩევნო პროგრამაში წერია უნდა მოხდეს სასწრაფოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმება, მეტი ფული უნდა დარჩეს ხალხში და სახელმწიფო უნდა შეამციროს ბიუროკრატია და რაც გამოიწვევს უკვე ეკონომიკის გაჯანსაღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის შეუქცევადი პროცესი. იმისათვის რომ ქვეყანაში დღეს არ არსებობს სტრატეგია და ეკონომიკური სწორი ხედვა ჩვენი მთავრობის გუნდისა, ეს არის განპირობებული არაფორმალური იმ მმართველობის სტილისა, რაც დღეს მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. მხოლოდ გასწორება შეიძლება დემოკრატიულად ამ პროცესებისა და ამ დემოკრატიულობის ერთ-ერთი გამოხატულება არის არჩევნები, მხოლოდ არჩევნები და სწორი გუნდის მოყვანა, პროფესიონალების გუნდის მოყვანა, თუნდაც კოალიციური, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ შედეგი გვექნეს უკეთესი და დინამიკაში დაიძრება პროცესი დადებითისკენ. 22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. 17 წლის წინ 1999 წლის 23 თებერვალს ამერიკული დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს 2 ლარსა და 45 თეთრს მიაღწია. წლის ბოლოს კი იგი 1 ლარსა და 93 თეთრზე დასტაბილურდა. მას შემდეგ ლარის კურს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.